ეს სანდროა, სტუდენტი. ციფრულ ტექნოლოგიებს საზღვარგარეთ სწავლობს. არდადეგებზეა ჩამოსული და კიწისთან ეჩქარება, რაც ჩამოვიდა ჯერ არ უნახავს. ეს კი ელენეა. ბოლო დროს პადელმა გაიტაცა. დიდ დროს TikTok-ის სკროლვაში ატარებს. ყველაზე ხშირად თავის მოვლის საშუალებებს ათვალიერებს და გიჟდება შოპინგზე. გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებს. გიორგი სპორტსმენია. ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ზუსტად იცის ამისთვის რა სჭირდება. ნიკა ძალიან საქმიანია. ის აქვე ერთ-ერთ ოფისში მუშაობს. დღეს ნიკას დედის დაბადების დღეა. უნდა რამე განსაკუთრებული შეურჩიოს. ქალბატონმა ლიკამ და ბატონმა დავითმა 40 წლის ქორწინების იუბილეს სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნეს. საყიდლებზე ყოველთვის ერთად დადიან. ეს ტრადიცია უცვლელია, თუმცა ინტერესები ზოგჯერ განსხვავებული. აი ლიზას დროც დადგა. ლიზა სკოლის მოსწავლეა. დღეს ტყუპი მეგობრების ქეთოს და ლუკას დაბადების დღეზე მიდის. ლუკას საჩუქარი ოლივანდერში უცებ არჩია. ქეთოს კი, რა თქმა უნდა, საყვარელი წიგნი. ზუსტად არ ვიცით ჩვენმა მთავარმა გმირებმა გაიცნეს თუ არა ერთმანეთი, მაგრამ წრეზე ალბათ აუცილებლად ხვდებიან ხოლმე.